კარგით, გადავიდეთ მე-11 პარაგრაფზე. ეს პარაგრაფი ეხება ვერტიკალურ მოძრაობას სიმძიმის ძალის მოქმედებით. მოდი ჯერ ზოგადად განვიხილოთ ორი ეგეთი ამოცანა. ყოველგვარი თქვა ნომრის გარეშე. წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს სხეული, რომელიც იმყოფება r სიმაღლეზე, ეს არის თქვა r-ში სიმაღლე და ეს სხეული უსაწყისო სიჩქარით, ესე იგი v0-ოვანი უდრის 0-ს, ვარდება, როგორც ამბობენ, თავისუფლად ვარდება. ეს ნიშნავს, რომ ჰაერის წინამდებობა არ აქვს. ამ სხეულზე მოქმედებს ერთადერთი სიმძიმის ძალა mg, სხვა ძალა არ მოქმედებს, ესე იგი ამ სხეულზე, ამიტომ აჩქარება, რომელიც ამ სხეულს ექნება, ეს არის ეგრეთ წოდებული თავისუფალი ვარდნის აჩქარება, რომელიც 9.8 მეტр/წამ/კვადრატის ტოლია. ზოგჯერ გამოთვლების დროს ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს ჟ არის, ესე იგი დაახლოებით 10 მეტр/წამ/კვადრატი. ეხლა, რა ფორმულები არის აქ გამოსაყენებელი? ცხადია, რომ ეს მოძრაობა არის აჩქარებული მოძრაობა, ამიტომ აჩქარებული მოძრაობა ჟ აჩქარებით, ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ აჩქარებული მოძრაობის ფორმულები. შეგახსენებთ, რომ აჩქარებული მოძრაობის დროს სიჩქარის ფორმულა არის v არის v0-ოვანი პლუს ჟტ. იმ შემთხვევაში თუ საწყის სიჩქარე არ აქვს სხეულს, ესე იგი თუ v0-ოვანი უდრის 0-ს, მაშინ გვექნება ფორმულა v არის ჟტ, სადაც v არის ის სიჩქარე, რომელსაც სხეული t დროში მიიღებს. და ამის გარდა გადაადგილებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ფორმულა a-ში, გადაადგილება იგულისხმება, რომ თავიდან იყო აი ამ საწყის წერტილში და მერე მოვიდა აი ამ ბოლო წერტილში. ბოლო წერტილი არის დედამიწასთან შეხებამდე წერტილი. და a-ში იქნება v0t-s პლუს ჟტ კვადრატ ნახევარი. იმ შემთხვევაში თუ საწყის სიჩქარე არ აქვს, ეს წერტილი, ეს პირველი წევრი არ გვექნება და a-შისთვის გვექნება ფორმულა ჟტ კვადრატ ნახევარი. და მესამე ფორმულა შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე, კიდე ერთ ფორმულასაც დავწერ, ესე იგი გადაადგილების ფორმულა ვიცით ასეთი კიდე საბოლოო სიჩქარის კვადრატს მინუს საწყის სიჩქარის კვადრატი შეფარდებული 2ჟ-სთან. ახლა თუ არა გვაქვს საწყის სიჩქარე, მაშინ a-შისთვის გვექნება ფორმულა v კვადრატი შეფარდებული 2ჟ-სთან. ზოგჯერ ესე იგი აი სკოლის მოსწავლეებს ერევათ ის თქვათ ის საკითხი, რომ ეს მოძრაობა თავისუფალი ვარდნა არის მანამდე, სანამ უშუალოდ დედამიწას შეეხება. აი აქამდე არის, აი აქ შეხებამდე არის, ესე იგი ეს თავისუფალი ვარდნა. ეხლა რა თქმა უნდა, როდესაც შეეხება, დაეჯახება, მერე თქვათ ცოტა სახტება და ისევ დაეცემა, ეს უკვე რაღაცა სხვა მოძრაობები არის. ესე იგი აქ ყოველთვის ჩვენ განვიხილავთ სიტუაციას, როდესაც სხეული ჩამოდის, ესე იგი თავისუფლად მოძრაობს დედამიწასთან შეხებამდე. და კიდე ბოლო ფორმულა შეიძლება გავიხსენოთ, რომ a-ში გადაადგილების ფორმულა არის საშუალო სიჩქარე გამრავლებული t-ზე, ხოლო საშუალო სიჩქარე არის საწყის სიჩქარეს პლუს საბოლოო სიჩქარე შეფარდებული 2-ზე გამრავლებული t-ზე. საწყის სიჩქარე თუ არა გვაქვს, ესე იგი ეს იქნება v საბოლოო შეფარდებული 2-თან გამრავლებული t-ზე. ეს ყველა ეს ფორმულები შეგვიძლია გამოვიყენოთ თავისუფალი ვარდნისთვის. ეხლა თავისუფალი ვარდნის გარდა ხშირად ვიხილავთ სხეულს, რომელიც ვერტიკალურად ასროლილი არის დედამიწის ზედაპირიდან. წარმოვიდგინოთ, სხვა სურათს გავაკეთებ. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის დედამიწის ზედაპირი და აქ გვაქვს რაღაცა სხეული, რომელსაც მივანიჭებთ ვერტიკალურად ზევით v0 სიჩქარე.
ეხლა იმის მერე, როდესაც ამ სხეულს მივანიჭებთ სიჩქარე, ამის მერე ამ სხეულზე მხოლოდ დედამიწა მოქმედებს. ამიტომ მას აქვს ესე იგი აჩქარება, რომელიც საწყის სიჩქარის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ესეთი მოძრაობა იქნება შენელებული მოძრაობა, მაგრამ შენელებული რას ნიშნავს? ჯერ იქნება შენელებული ზევით ასვლისას, ავა რაღაც სიმაღლეზე, ეს იგი სხეული, თქვა ადის რაღაც სიმაღლეზე, მერე გაჩერდება, აი აქ სიჩქარე გახდება 0-ის ტოლი და მერე იწყებს თავისუფალ ვარდნას, ესე იგი ქვევით. ესე იგი ვერტიკალურად ასრული სხეულის მოძრაობა არის ორი მოძრაობის კომბინაცია. კომბინაცია რაც ნიშნავს? ჯერ არის შენელებული მოძრაობა სრულ გაჩერებამდე, მერე არის თავისუფალი ვარდნა უსაწყისო სიჩქარით. ეხლა პირველ რიგში მოდით გავაკეთოთ ეგეთი ამოცანა. ვთქვათ, სხეული ავისრულეთ ვერტიკალურად ზევით და დავსვათ ეგეთი კითხვა, რა დროში ავა ეს სხეული მაქსიმალურ სიმაღლეზე? რა დროში ავა? ეხლა ეს სხვადასხვანაირად შეიძლება გავაკეთოთ ეს ამოცანა, მაგრამ ყველაზე მარტივი არის, რომ დავწეროთ სიჩქარის ფორმულა. სიჩქარე ის გეგმილის ფორმულა, ესე იგი, ვთქვათ, აი ღერძი შემოვიტანეთ, ესე იგი ვერტიკალურად ზევით მიმართეთ y და vy იქნება v0y minus gt, იმიტომ რომ აჩქარება არის y ღერძის საპირისპიროდ მიმართული. უმაღლეს წერტილში ეს წერტილი იმიტომაც არის უმაღლესი, რომ იქ სხეული ჩერდება. ესე იგი vy უმაღლეს წერტილში 0-ის ტოლი იქნება. ამიტომ გვექნება ფორმულა, ესე იგი 0 უდრის v0y minus gt, ესე იგი ანუ აქედან v0y უდრის gt-ს და t იქნება v0y შეფარდებული ჟ-სთან. ამ დროს ზოგჯერ უწოდებენ ასვლის დრო. ესე იგი ასვლის დრო ეს არის საწყისი სიჩქარე შეფარდებული ჟ-სთან. ახლა აქ v0y ცხადია, რომ საწყის სიჩქარეს ემთხვევა. ახლა საინტერესო არის ის, რომ ცხადია, რომ რა სიმაღლეზედაც ავა ეს სხეული, იმ სიმაღლიდან მერე იწყებს ვარდნას. მოდი ვიპოვოთ, ესე იგი, რა სიმაღლეზე ავა სხეული, თუ მას საწყის მომენტში მივანიჭებთ, ესე იგი, v0 სიჩქარეს. ესე იგი, a-ში მაქსიმალური დავარქვათ, a-ში მაქსიმალური. ეს არის შენელებული მოძრაობა, რადგან არის, ეს არის v0 კვადრატს minus v კვადრატი შეფარდებული 2ჟ-სთან, რადგან უმაღლეს წერტილში სხეული ჩერდება, ესე იგი ეს წევრი არ გვექნება და a-ში მაქსიმალურისთვის მივიღებთ ფორმულად. a-ში მაქსიმალური არის v0 კვადრატი შეფარდებული 2ჟ-სთან. ეხლა საინტერესო არის ის, რომ მოდი ვნახოთ, როდესაც სხეული ავა ამ a-ში მაქსიმალურ სიმაღლეზე, მერე იწყებს ჩამოვარდნას, ხო? აი იგივე a-ში მაქსიმალურიდან. აი ეს არის, თქვათ, a-ში მაქსიმალური. და ჩამოვარდნის დროს რა სიჩქარე ექნება? ჩამოვარდნის დროს ხდება აჩქარებული მოძრაობა უსაწყისო სიჩქარით, გაივლის a-ში მაქსიმალურ აი ესეთ გადაადგილებას, ამიტომ ფორმულა იქნება საბოლოო სიჩქარის კვადრატი შეფარდებული 2ჟ-სთან, რადგან საწყის სიჩქარე არ აქვს. ეხლა აქედან საბოლოო სიჩქარის კვადრატი იქნება 2ჟ a-ში მაქსიმალური. ეხლა თუ შევადარებთ, უпростоრად, აი a-ში მაქსიმალური აქ შევიტანოთ, ამიტომ გამოგვივა, რომ v კვადრატი არის 2ჟ v0 კვადრატი 2ჟ-სთან. ეს 2ჟ-ები გაიკვეცება, იქ გამოვა v0 კვადრატი. მასშტაბე ჩვენ დავამტკიცეთ ეგეთი რაღაცა, რომ რა სიჩქარეთაც ავისვრით სხეულს დედამიწის ზედაპირიდან, ეს რო ავა ზევით და მერე ჩამოვა ქვევით, აი უშუალოდ დედამიწისთან შეხებისას, მერე ქვევით რო ჩამოვა, მისი სიჩქარე დაემთხოვა იმ სიჩქარეს, რა სიჩქარითაც ავისრულეთ ეს სხეული. ეხლა ანალოგიურად შეიძლება ვაჩვენოთ, რომ ჩამოსვლის დრო ასვლის დროის ტოლი არის, იმიტომ რომ აი თქვა ჩამოსვლა აღწეროთ, ესე იგი v საბოლოო არის, ესე იგი საწყისი v0 შტრიხი, ესე იგი ზეიდან ქვევით რომ მოდის, აი ამ წერტილში საწყის სიჩქარე აღნიშნოთ v0 შტრიხი პლუს ჟტ.
ჩამოსვლის. ეს ვენოლ შტრიხი 0-ის ტოლი არის. ამიტომ t ჩამოსვლის სიჩქარე იქნება v შეფარდებული j-სთან, მაგრამ v დაემთხვა ვენოლის j-სთან და ეხლა აქედან ვხედავთ, რომ ზუსტად იგივე ფორმულა მივიღეთ, რაც ასვლის დრო იყო. მაშინ მე ასვლის დრო ჩამოსვლის დროს ემთხვევა. ეს ფაქტურად ეს პრინციპი ჩვენ გავიგეთ, ესე იგი, როგორ უნდა გავაკეთოთ, ესე იგი, ეს ამოცანები და ეხლა მოდით შევუდგეთ ამოცანების კეთებას. კარგით, აბა მოდი დავიწყოთ, ესე იგი, 184 ამოცანა. ეს მესამე და მეორე ამოცანა რაღაცა ცდებზე იყო და რაღაც დავანებოთ მაგას თავი. ხო, თავისუფალი ვარდნისას ერთი სხეული ორჯერ მეტ ხანს ვარდებოდა ვიდრე მეორე სხეული. ესე იგი, მოცემულია, რომ t პირველი უდრის ორჯერ t მეორე. შეადარეთ საბოლოო სიჩქარეები და გადაადგილებები. ესე იგი, გვეკითხებიან v პირველის v მეორესთან შეფარდებას და h პირველი h მეორესთან შეფარდებას. ეხლა საბოლოო სიჩქარე თავისუფალი ვარდნისას მოიცემა ფორმულით ჟტ. ეხლა მოდი ეს ჩავწეროთ პირველი სხეულისთვის და მეორე სხეულისთვის. ესე იგი, v პირველი არის ჟტ პირველი, v მეორე არის ჟტ მეორე. მოდი შევაფარდოთ ეგეთი ერთმანეთს, v პირველი v მეორესთან იქნება ჟტ პირველი ჟტ მეორეზე, ეს ჟები გაიკვეცება და გვექნება t პირველი შეფარდება t მეორესთან. ახლა შევიტანოთ აქ, რომ t პირველი ორჯერ მეტი არის. ესე იგი, ორჯერ t2 შეფარდებული t2-თან, t2-ები გაიკვეცება და დაგვრჩება 2. ასე იგი, ჩვენ გამოგვივა, რომ v პირველის v მეორესთან შეფარდება უდრის 2-ს. ესე იგი, პირველი მოძრაობას ორჯერ მეტი დრო დაჭირდა. ამიტომ სიჩქარე მისი ორჯერ მეტი იქნება. ეხლა გადაადგილებები ვნახოთ. გადაადგილება მოიცემა ფორმულით, როდესაც უსაწყისო სიჩქარით ვარდება სხეული ჟტ კვადრატ ნახევარი. ეხლა ეს ჩავწეროთ პირველი და მეორე სხეულებისთვის. h პირველი არის ჟტ პირველი კვადრატ ნახევარი, h მეორე არის ჟტ მეორე კვადრატ ნახევარი. ისევ გავყოთ ეგენი ერთმანეთზე. გვექნება h1 ესე იგი, h1 h2-თან უდრის ჟტ პირველ კვადრატ ნახევარი, ჟტ2 კვადრატ ნახევარი. ჟ-სთან გაიკვეცება ეს ნახევარი ნახევართან და მივიღებთ, რომ h1 h2-თან არის t პირველის კვადრატი შეფარდებული t მეორეს კვადრატზე. t პირველი ორჯერ t მეორეს ტოლია პირობის თანახმად, ამიტომ ორჯერ t2 კვადრატში გაყოფილი t2-ის კვადრატზე. ეს ავიყვანოთ კვადრატში 4 t2-ის კვადრატი t2-ის კვადრატზე, ესენი გაიკვეცება და გამოვა 4-ის ტოლი. ესე იგი, h1 h2-თან უდრის 4-ს. ეგეთი პასუხი მივიღეთ. კარგით, ეხლა 195 ამოცანა. გალილეოს თავისუფალი ვარდნის კანონის შესწავლის მიზნით ქალაქ პიზაში არსებული 57.5 მეტრ სიმაღლის კოშკიდან აგდებდა სხვადასხვა სხეულებს უსაწყისო სიჩქარით. ესე იგი, h-ი იყო 57.5 მეტრი. ახლა კითხვა რა არის, რამდენ ხანს გრძელდებოდა რამდენ ხანს ვარდებოდა ეს სხეულები კოშკიდან და რა სიჩქარე ჰქონდათ დაცემის მომენტში. ესე იგი, რამდენ ხანს ვარდებოდა და რა საბოლოო სიჩქარე ჰქონდათ მას. h-ი გადაადგილება მოიცემა ფორმულით ჟტ კვადრატ ნახევარი, რადგან საწყის სიჩქარე არ აქვს. აქედან t კვადრატი არის 2h შეფარდებული ჟ-სთან, ანუ t იქნება კვადრატული ფესვი 2h შეფარდებული ჟ-სთან. ამით გავიგებთ საბოლოო, ისე იგი დროს, რა დროშიც ვარდებოდა ეს სხეული. ხოლო რა სიჩქარე ჰქონდა, სხვადასხვანაირად შეიძლება შეგვიძლია ეს საბოლოო სიჩქარე აი ამ ჟტ ფორმულით ვიპოვოთ, სადაც t-ს შევიტანთ აქა.
ამ დროს შეგვიძლია ისევ დავწეროთ a-შისთვის ფორმულა v კვადრატი შეფარდებული 2g-სთან, რადგან საწყის სიჩქარე არ ქონდა და აჩქარებული მოძრაობა არის g აჩქარებით. ასე რომ v კვადრატი იქნება 2g-a-ში, ანუ v იქნება ფესვი 2g-a-შიდან. ესე იგი აი ფაქტურად პასუხები ეგ არის ტესტთვის, ეს პასუხი არის, სიჩქარისთვის ეს პასუხი არის, აქ რიცხვებს თქვენ თვითონ შეიტანთ. 196 ამოცანა. ცურავი გადახტა 5 მეტრის სიმაღლის კოშკურიდან და წყალში ჩაეშვა 2 მეტრ სიღრმეზე. რა დროის განმავლობაში და რა აჩქარებით მოძრაობდა ის წყალში? აი მოდი დავხატოთ ესე იგი სურათი, ესე იგი ეს არის წყლის ზედაპირი, კოშკურის სიმაღლე ითვლება წყლის დონიდან, ეს იგი აქ იყო მცურავი, ეს არის 5 მეტრი, გადმოხდა ესე და 2 მეტრ სიღრმეზე ჩავიდა. ესე იგი აქ არის 2 მეტრი. ამას დავარქვათ a-1, ამას დავარქვათ a-2. ესე იგი a-ში პირველი უდრის 5 მეტრს პირობის თანახმად და a-2 არის 2 მეტრი. მოდით ვნახოთ, ესე იგი სანამ წყალს შეეხებოდა, აქ იყო თავისუფალი ვარდნა უსაწყისო სიჩქარით. ამიტომ a-1-ისთვის შეგვიძლია დავწეროთ ფორმულა, რომ ეს არის v კვადრატი შეფარდებული 2g-სთან, სადაც v არის სიჩქარე წყალში შესვლამდე. აი ამ წერტილში არის სიჩქარე v. ეს აქედან შეგვიძლია ეს v დავადგინოთ. ეს იქნება, v კვადრატი არის 2g-a-ში, a-ში პირველი, ანუ v არის კვადრატული ფესვი 2g-a-ში პირველიდან. ეს კი ეს დავადგინეთ, აი ამ თავისუფალი ვარდნის დროს აქ რა სიჩქარე ქონდა. ეხლა აქ შიგნით არის შენელებული მოძრაობა რაღაცა აჩქარებით. ეს იგი ეს აჩქარება არ ვიცით რისი ტოლი არის. მაგრამ აქ ვიცით რომ საბოლოო სიჩქარე ამ უბანზე 0-ის ტოლი არის. იმიტომაც გაჩერდა სხეული. ესა ეს მცურავი. ეს იგი a-2-ისთვის შეგვიძლია დავწეროთ რომ აქ არის შენელებული მოძრაობა საწყის სიჩქარის კვადრატი v0 კვადრატი 2a-სთან, მაგრამ საწყის სიჩქარე ამ უბანზე ეს არის პირველი უბნის საბოლოო სიჩქარე, ამიტომ ეს v0 შეგვიძლია ამ v-ით შევცვალოთ. რადგან აქ კვადრატია, ესე იგი 2g-a-1 შეფარდებული 2a-სთან. ეხლა აქედან პირდაპირ შეგვიძლია უკვე ეს ორები გაიკვეცება და აქედან აჩქარება შეგვიძლია ვიპოვოთ a უდრის ესე იგი g-a-1 a-2-თან. ესე იგი აი ამ აჩქარებით უпростоროდ აჩქარებით მოძრაობდა აი ამ წყალში, მაგრამ ეს შენელებული მოძრაობა იყო. და გვეკითხებიან რა აჩქარებით მოძრაობდა აი წყალში, ეგ დავადგინეთ. ეხლა რა დროს მოანდომებს აი ეგ წყალში მოძრაობას, ამისათვის შეგვიძლია დავწეროთ სიჩქარის ფორმულა, რომ v საბოლოო არის საწყისი სიჩქარეს მინუს at, მაგრამ საბოლოო სიჩქარე 0 არის, ამიტომ ეს გამოვა v0-ს მინუს at, აქედან at არის ესე იგი აი საწყისი სიჩქარის ტოლი, რომელიც პირველი უბნის საბოლოო სიჩქარე არის, v-ით შეგვიძლია ეს შევცვალოთ და გამოგვივა რომ t არის v შეფარდებული a-სთან. დათვლილი გვაქვს, ესე იგი მასშტაბი t-საც დავითვლით. ეს იყო 196 ამოცანა.